დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინისა და ვლადიმირ ზელენსკის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. და ამაში თავისი როლი ითამაშეს ლორა ლუმერმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი ვენცმა. დღეს, 28 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ის დონალდ ტრამპს ხვდება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. და ამჯერად შეხვედრა მედიის გარეშე დახურულ კარს მიღმა გაიმართება. მაგრამ ამის შემდეგ ზელენსკი სენატორების წინაშეც გამოვა, რომლებმაც საბოლოოდ უნდა მიიღონ კანონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ. ამერიკული მედიის შეფასებით ორი ლიდერის, ტრამპისა და ზელენსკის ურთიერთობა ახლა ციტატა უფრო მტკიცეა ვიდრე ოდესმე. და ეს მკვეთრი კონტრასტია იმასთან, რაც ადრე იყო. ყველამ ხომ ახსოვს 2025 წლის თებერვლის სკანდალი ოვალურ კაბინეტში. როდესაც ტრამპი და ვენსი კამერების წინ ზელენსკის საყვედურობდნენ და ფაქტობრივად გაიმარჯვეს, გააძევეს იგი თეთრი სახლიდან. რა შეიცვალა ამ თვეების განმავლობაში და რატომ შეცვალა ტრამპმა მაინც პოზიცია უკრაინის მიმართ? პასუხი როგორც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, არა მხოლოდ დიპლომატიაშია, უფრო მეტიც, საერთოდ არ არის კლასიკურ დიპლომატიაში. არამედ მაგასა და ბლოგერების სამყაროში, კრივი საღამოების და უკრაინული გადამჭერი დრონების, რომლებსაც საინტერესო სახელი აქვთ, პისიუნი. დღეს დეტალურად განვიხილავთ ამ გამოშვებაში რას ელოდება თითოეული მხარე ორი პრეზიდენტის შეხვედრისგან. როგორი მოქმედა დონალდ ტრამპის პოზიციაზე მისი თანამოაზრეების გადაბრუნებამ, მაგა ბლოგერ ლორა ლუმერიდან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი ვენსამდე. ხოლო როგორ იძენს კიევი თანმიმდევრულად სიმპათიებს ტრამპის მოძრაობისგან და რით შეუძლია მაგა მოძრაობას რეალურად დაეხმაროს უკრაინას. ეს მართლაც საინტერესო ისტორია, უამრავი საინტერესო ინსაიდით იმის შესახებ, თუ როგორ ატარებს უკრაინა საკმაოდ გონივრულ კამპანიას დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყურადღების მისაპყრობად, რომლებსაც ყოველთვის მიიჩნევდნენ ოდიოზურებად. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, კერძოდ ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში და მისი შეხვედრა ტრამპთან. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გხოთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე, ამიტომ მადლობელი ვიქნები თქვენ თითოეული გამოწერისთვის. Washington. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია. დავითვოთ იმით, თუ რატომ ჩამოვიდა ზელენსკი საერთოდ და რა დაასახელა მან თავად ამ ვიზიტის მთავარ მიზნად. ვიზიტის ფორმალური მიზეზი შეერთებულ შტატებში არის სამგლოვიარო ცერემონია. ზელენსკი ჩამოვიდა რესპუბლიკელი სენატორის ლინცი გრემის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც გარდაიცვალა 11 ივლისს 71 წლის ასაკში, გულ-სისხლძარღვთა როგთა დაავადების გართულებების გამო. ლინცი გრემი ზელენსკისთვის უკრაინის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა სენატში და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კიევშიც იყო ჩამოსული. მაგრამ რა თქმა უნდა, დაკრძალვა, როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს, მხოლოდ მიზეზია. ხოლო მთავარი მოხდება და უკვე ხდება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. თავისი პრიორიტეტი ზელენსკიმ ვაშინგტონში ჩასვლისთანავე დაასახელა და შემდეგ მისი ციტატა უკვე შეერთებულ შტატებში. განრიგში შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და მათთან, ვინც შეიძლება მხარი დაუჭიროს ჩვენს თავდაცვას. პრიორიტეტი ნომერი 1 არის ანტისარაგედო თავდაცვა და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკასთან. მშვიდობა უნდა მოახლოდეს. ანუ უკრაინისთვის მიზანი ნომერი 1 არის საჰაერო თავდაცვა და ანტიბალისტიკური თავდაცვა. ამჟამად მოლაპარაკებების მაგიდაზე კონკრეტულად დგას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რაკეტების წარმოების ლიცენზიები პატრიოტის კომპლექსებისთვის პირდაპირ უკრაინაში. როგორც იცით, მთავარი პრობლემა აქ თავად პატრიოტის დანადგარები არ არის, არა. ეს არის მათთვის განკუთვნილი ჩამჭრელი რაკეტების მუდმივი დეფიციტი. რას ელოდება ტრამპი ამ შეხვედრიდან? აქ მხარეების პოზიციები ოდნავ განსხვავდება. და ეს მნიშვნელოვანია გავიგოთ, რადგან ერთი მხრივ ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს ერთ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. და ამის შესახებ დღეს წერს New York Times-ი. ამ შეხვედრაზე ზელენსკი იმედოვნებს, რომ განაახლებს ჩიხში შესულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მიიღებს მეტ სამხედრო დახმარებას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში. ხოლო ტრამპი თავის მხრივ აპირებს ომის დასრულების საკითხის განხილვას. მათ შორის ნებისმიერი გზებითა და მეთოდებით. და New York Times-ი ასე აყალიბებს არსს. ამ შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი შეიძლება გამოიყენონ ერთმანეთი, თითოეულმა თავისი მიზნებისთვის.
საგულისხმოა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე უკვე ყველა სენატორი მიიწვიეს. აშშ-ის კონგრესის სენატის ყველა 100 სენატორი. და ეს ყველაფერი მიმდინარეობს კონგრესში სწორედ იმ სანქციური კანონპროექტის განხილვის ფონზე, რომელიც ლინცი გრემის ინიციატივაა. ამაზე კიდევ დავბრუნდებით, რადგან იქ საკმაოდ სერიოზული სკანდალი აგორდა. მაგრამ ეხლა ყველა ამერიკული მედია იმ მომენტში, როცა ვლადიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ხვდებიან ერთმანეთს, ეს ხდება კიევის დროით, 16:30-ზე. აი, ყველა ამერიკული მედია ამ მომენტში ერთხმად წერს. წერენ, რომ ტრამპა უკრაინის მიმართ თავისი პოზიცია ძალიან შეცვალა. ისევე როგორც თავისი პირადი დამოკიდებულება ვლადიმირ ზელენსკის მიმართ. და ეს პირდაპირ ჩანს. მაგრამ თავი კითხვა ისა რატომ ცვლის ტრამპი პოზიციას? და აი Wall Street Journal-ი წერს, რომ ბოლო კვირებში ტრამპი, ციტატა, გამოთქვამდა ახალ ოპტიმიზმს უკრაინისა და ვლადიმირ ზელენსკის მიმართ. და ასეთ შემოტრიალებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი: სიტუაცია ბრძოლის ველზე უკრაინაში. წყაროები ამტკიცებენ, რომ დონალდ ტრამპი შთაბეჭდილებული იყო ზელენსკის გამძლეობით და იმით, რომ უკრაინა აგრძელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე. მე ვიტყოდი, რომ ეს რა თქმა უნდა დიპლომატიურად ლამაზად ჟღერს, მაგრამ არს ისაა, რომ ტრამპს და მან ამის შესახებ 8 ივლისსაც მიანიშნა, რეალურად მოსწონს ეს დარტყმები რუსეთზე. ის ამბობს, რომ დიახ, ეს ესკალაციაა, მაგრამ სწორედ ესკალაცია საჭირო მშვიდობის მისაღწევად. აქ მუშაობს ძალიან მარტივი, მაგრამ ტრამპისთვის დამახასიათებელი, სრულიად ტრამპისეული ლოგიკა. შემდეგ ციტატა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან. ტრამპს უყვარს გამარჯვებულები და აშშ-ის პრეზიდენტის აზრით ზელენსკი სულ უფრო მეტად სწორედ გამარჯვებულს გავს. და ეს არის ტრამპის გაგების გასაღები. ის პატივს სცემს ძალას და წარმატებას. სანამ უკრაინა მარცხ ხდებოდა, ის მას ზემოდან უყურებდა. როგორც კი უკრაინის დარტყმება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სათხოვებსა და იარაღის საწარმოებზე, რუსეთში მოსკოვი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა. ზელენსკი ტრამპის თვალში თხოვნელიდან გამარჯვებულად გადაიქცა. და თუ შენ გამარჯვებულის გვერდით ხარ, შესაძლოა გარკვეულ დივიდენდებსაც მიიღებ. რადგან როცა ომიდან გამარჯვებულთან ერთად გამოდიხარ, შეგიძლია რაღაცაზე პრეტენზია გქონდეს. აი ეს არის სუფთა ტრამპის ლოგიკა. თანასწორად ტრამპი ამას საჯაროდ ადასტურებს. და აი როდესაც ის კომენტარს აკეთებდა უკრაინის მხარდაჭერის ზრდაზე, თავისი მხარდამჭერების ნაწამჭერების ნაწილის მაგა მოძრაობიდან, მან დაეთანხმა ჟურნალისტის განცხადებას, რომ მხარს უჭერს გამარჯვებას. და თქვა, რომ ციტატა, თითქმის ყველა ვისაც მე უჭერ მხარს, იმარჯვებს. მეორე მიზეზი, უკრაინული დრონები. და მათზე დღეს არაერთხელ ვისაუბრებთ. Wall Street Journal-ი წერს, რომ ტრამპმა დაინტერესდა უკრაინის უპილოტო ინდუსტრიით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაინახა მისი ეფექტიანობა ირანთან ომის ფონზე. ანუ ამერიკელებმა ნახეს, როგორ თმატენ იაფი უკრაინული დრონები ამოცანებს, სადაც ადრე პატრიოტის რაკეტები გამოიტანებოდა. და ეს შთაბეჭდილებას ახდენს. მით უმეტეს იმ ფონს, რომ ძვირადღირებული ამერიკული პატრიოტის ჩამომგდები რაკეტები ახლა აღმოსავლეთში უბრალოდ საშინელი სისწრაფით იწურებოდა. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია რამდენიმე ათეულ $1000 უკრაინელებისგან ჩამომგდები შეიძინო და იმავე წარმატებით ჩამოაგდო ირანული ჭურვები და უპილოტოები. მესამე მიზეზი იცით, შეიძლება ანეკდოტივით მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს რეალურია. და მესამე მიზეზი არის ბოქსი. Wall Street Journal-ის მონაცემებით დონალდ ტრამპის შეხედულებებზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მისმა შეხვედრამ უკრაინელ მოკრივე ალექსანდრ უსიკთან, UFC-ის ბრძოლის საღამოს წინ თეთრ სახლში. და სწორედ მაშინ ალექსანდრ უსიკმა განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ უკრაინელები მებრძოლები და გამარჯვებულები არიან. თქვა, შემომხედეთ, მე უკრაინელი ვარ. აი ასეთები ვართ, მებრძოლები და გამარჯვებულები. და რომ მას უკეთესია, ასეთ მებრძოლებსა და გამარჯვებულებთან იყოს ახლოს. რადგან ისტორიამ დაამტკიცა, რომ უკრაინელები ადრე თუ გვიან თამამად ულეწავენ ცხვირპირს ყველას, ვინც მათ ერჩის. უფრო მეტიც, უსიკმა ტრამპს უამბო თავისი ოჯახის ცხოვრებაზე კიევში, რუსეთის დაბომბვის დროების დროს. და თქვა, რომ განსხვავებები უკრაინელებსა და რუსებს შორის თავში და გულშია. როგორც იცით, უსიკი საკმაოდ რელიგიური, ღრმად მორთმუნე ადამიანია. ამაზეც ისაუბრეს და სწორედ ეს გააოცა ტრამპი. ასე, მსოფლიოს ბოქსის ჩემპიონთან საუბრის გზით, ტრამპამდე უკრაინული პოზიცია მისთვის გასაგებ ენაზე მიიტანეს. გამარჯვების ენაზე, ძალის ენაზე. ენაზე, ესე ვთქვათ, გარკვეული ეპატაჟის ენაზე. და ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მას ძალიან დიდ პატივს სცემს ალექსანდრ უსიკს. და მეოთხე მიზეზი.
ეს სწორედ ის ისტორია მაგობლოგერებთან დაკავშირებით, რომელიც საერთოდ ცალკე უნდა განვიხილოთ. რადგან ის აჩვენებს თელ სტრატეგიას კიევის მხრიდან ტრამპის გუნდის მოხიბლის მიზნით. მოკლედ, ამ მხრივ კიევის სტრატეგია ასეთია. ყველა ხმაურიან და ხშირად სკანდალური მაგა აქტივისტი ნებისმიერ მეთოდით თავის მხარეს უნდა გადაიბიროს. რომლებიც ყოველთვის დონალდ ტრამპის მხარეს არიან. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ უკრაინაში ჩამოვიდა მაგა მაგობლოგერი ლორა ლუმერი, რომელსაც 2 მილიონი გაუმწერი ხავს. ეს არის ულტრა მემარჯვენე აქტივისტი, რომელიც დონალდ ტრამპთან ახლოს დგას. ის ძალიან ხშირად მასთან ერთად ეხუტება და ფოტოებს იღებს. და აი მან უკვე მოასწრო აეჩვენებინა უკრაინაში ომის რეალობა, აეღო ინტერვიუ ზელენსკისთან და აეჩვენებინა როგორ ეწვია საწარმო Skype-ს. ეს არის უკრაინული დრონების მწარმოებელი. და აი ლორა ლუმერმა საწარმოში ვიდეო ჩაწერა, რომელიც უკვე ყველა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამერიკელები იქ გაოცებულები არიან, აღფრთოვანებულები, როგორ ეს რა არის, ეს მართლა უკრაინაში ხდება, ესეთი რეაქცია აქვთ. კადრებში ლორა ლუმერი ხელში უჭირავს უკრაინული გადამჭერი დრონი, რომელსაც ეპატაჟური სახელი აქვს. მას ეძახიან P1 Suns. უკრაინელები კი მას P-Suns ეძახიან. აი ასეა. და ლორა ლუმერი ამ P1 Suns ხელში იჭერს და კამერაში საუბრობს, მიმართავს ამერიკელებს და ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია, ციტატა. და თქვენ შესაძლოა ეს გადამჭერი დრონი სულ ცოტა ხნის წინ ნახეთ. Ყველას მოგესალმებით, ეს ლორა ლუმერია. ახლა მე უკრაინაში ვარ, სოფლიო მასშტაბით ცნობილ საწარმო Skype-ში, სადაც უშვებენ უპილოტო აპარატებს. მე ხელში მიჭირავს დრონი დამჭერი, P1 Sun. და შესაძლოა თქვენ ცოტა ხნის წინ ნახეთ ეს დრონი დამჭერი, რადგან ეს ზუსტად იგივე აპარატია, რომელსაც სენატორი ლინდსი გრემი მხოლოდ 2 დღით ადრე მის ტრაგიკულ სიკვდილამდე ხელში იჭერდა. ახლა ბევრმა ადამიანმა ეს არ იცის, მაგრამ სინამდვილეში სენატორი ლინდსი გრემი თავის 71 დაბადების დღეს აღნიშნავდა. იმ დღეს, როდესაც მან უკრაინაში უპილოტო აპარატების ქარხანა მოინახულა. და სენატორისადმი პატივისცემის ნიშნად, იმისთვის რომ მან თავისი დაბადების დღე მათთან ერთად გაატარა, კომპანია Skyfall-მა თავისი ერთ-ერთი დრონი გამოიყენა, რომ მას ეჭირა დაფა წარწერით გილოცავთ დაბადების დღეს, სენატორ ლინდსი გრემი. ისინი აპირებდნენ სენატორისთვის ერთ-ერთი ასეთი დამჭერი დრონის ჩუქებას. ფაქტობრივად მათ მართლაც აჩუქეს მას ასეთი დამჭერი დრონი. მაგრამ არავინ იცოდა, რომ სულ რაღაც 2 დღეში ის დაიღუპებოდა. და ამიტომ მათ ექსკლუზიურად გაძმუნცეს ეს კადრები, რომ მე გამეზიარებინა ისინი ამერიკელ ხალხს სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის დღეს. ასევე სურდათ რომ ყველა მიცოდეს. მათ ასევე სურდათ რომ ყველა მიცოდეს. ისინი აღარ გააგზავნიან ამ დრონს დამჭერს და თვითონ უპილოტო საფრენს ლინდსი გრეჰემის სახლში. ამის ნაცვლად ლინდსი გრეჰემის ერთგულების, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისა და ავტორიტარიზმთან წინააღმდეგობის პატივსაცემად ჩვენ ამ დრონს გავაგზავნით წინა ხაზზე, რომ მისი გამოყენება მოხდეს რუსების გასანადგურებლად. შვიდობით განისვენეთ, სენატორ ლინდსი გრემი, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველი მთელ მსოფლიოში. და ეს არის სუპერ მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ამ ისტორიას აერთებს ზელენსკის დღევანდელ ვიზიტთან ვაშინგტონში. თავისი მოგზაურობა უკრაინაში ლორა ლუმერმა მიუძღვნა სენატორ ლინდსი გრემის ხსოვნას. იმავე ვისი დაკრძალვაზეც დღეს ღამით ჩავიდა ვლადიმირ ზელენსკი. თუ უკვე მივხვდით, ეს სულაც არ არის დამთხოვა, რომ ლორა ლუმერი სწორედ კიევში ავითარებდა ამ აქტიურობას წინა დღეს. სიკვდილამდე 2 დღით ადრე ლინდსი გრემიც იმავე საწარმოს ესტუმრა. და ხელში ეჭირა სწორედ ის უპილოტო აპარატი, რომელთანაც ლორა ლუმერი გადაიღეს. ლუმერის თქმით, კომპანია აპირებდა ასეთი დრონებიდან ერთ-ერთი ლინდსი გრემისთვის ეჩუქებინა. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, როგორც ბლოგერმა აღნიშნა, გრემის ერთგულების პატივსაცემად უპილოტო აპარატი წინა ხაზზე გაიგზავნება. ციტატა: რუსების გასანადგურებლად. მინ არის ლორა ლუმერი და რატომ არის მისი ეს სიტყვები ასეთი მნიშვნელოვანი და ასე ძლიერ შემძვრელი. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ის იყო ერთ-ერთი მთავარი მქადაგებელი ტრამპის მოძრაობის იმ ნაწილში, რომელიც მოითხოვდა უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას. ის უკრაინელებს ნაცისტებს უწოდებდა, ზელენსკის აკრიტიკებდა. 2021 წელს კი საერთოდაც წერდა პროპაგანდისტულ სტატიებს რუსეთის პროპაგანდისტული არხისთვის Russia Today. და ეს ხალი ახლა უკრაინაში მიემგზავრება. იღებს აღფრთოვანებულ ვიდეოებს უკრაინულ დრონებზე და იღებს ინტერვიუს ზელენსკისთან კიევში, მარინსკის სასახლეში. რის შემდეგაც საჯაროდ აცხადებს, ციტატა: რუსეთი ნაცისტურია, ჩემო მეგობარო. New York Times-ი პირდაპირ უწოდებს ლორა ლუმერს დონალდ ტრამპის ამომრჩევლის ნაწილის ომზე შეხედულებების ცვლილების სიმბოლოს.
ისევე როგორც მოძრაობა, მაგას სხვა მონაწილეები. მანამდე ის უკრაინის წინააღმდეგ იყო. ეხლა კი 180 გრადუსით შეიცვალა პოზიცია. და დონალდ ტრამპი რაც თავი ამ ევოლუციას თავის მაგა მოძრაობაში თავდაც ამჩნევს. მან გააზიარა ლორა ლუმერისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს ფრაგმენტი საფუთარ სოციალურ ქსელში და მას დადებითად გამოეხმაურა. და აი Wall Street Journal-ის მონაცემებით ბოლო დღეებში ტრამპმა უკვე რამდენჯერმე განიხილა უკრაინის საკითხი სწორედ ლორა ლუმერთან. ანუ ის ურეკავდა და ეკითხებოდა, კარგი, იქ რა ხდება სინამდვილეში. და რაც თავია, ის უსმენს მას. რადგან მოდით ასე ვთქვათ, ჭორები დადის, რომ მან თეთრ სახლში ზოგიერთ საკადრო დანიშვნაზეც კი იქონია გავლენა. იმ ინტერვიუში ლორა ლუმერთან სხვათა შორის ზელენსკი სწორედ ტრამპის მხარდამჭერ აუდიტორიაზე მუშაობდა. მან ლუმერს უამბო, როგორ შერიგდა ვატიკანის შუამავლობით ტრამპთან მას შემდეგ, რაც თებერვლის იმ სკანდალი მოხდა ოვალურ კაბინეტში. და ეს როგორც ამბობს მოხდა პაპი ფრანცისკეს დაკრძალვაზე შეხვედრის დროს. და შემდეგ მისი ციტატა. დიახ, შეხვედრა ხანმოკლე იყო, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ისტორიული მომენტია. ბოლოს და ბოლოს 15-20 წუთში ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ურთიერთობების ხასიათი. ჩვენს გარშემო არავინ იყო, მხოლოდ ორნი ვიყავით. მაგრამ ლორა ლუმერი არ არის ერთეული შემთხვევა, არამედ უფრო ფართო პოზიციის ცვლილების ნაწილია, რომელიც უკვე აშშ-ის უმაღლეს ხელისუფლებამდეც კი მივიდა. საუბარია ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსზე. ის ვენსი, რომელმაც თებერვალში ტრამპთან ერთად კამერების წინ ზელენსკი ოვალურ კაბინეტში საჯაროდ დატუქსა და რომელიც მანამდე ცნობილი გახდა ფრაზით, ციტატა, გულწრფელად რომ თქვა, სულ არ მადარდებს რა მოუვა უკრაინას. ეს ვენსი უცებ ოდნავ შეიცვალა. მისი პოზიციაც კი იცვლებოდა. ვენსი უცებ უკრაინის სამხედრო სტრატეგიით აღფრთოვანდა. ჯერ რა თქმა უნდა ფრთხილად რომ ძალიან არ შეაშინოს თავისი მხარდამჭერები, მაგრამ ის იცვლის პოზიციას. იწყებს საუბარს. ხო, უნდა ვაღიაროთ რომ უკრაინელები რა თქმა უნდა ძალიან მამაცი ბიჭები არიან. და ასე ყოველ ღამე რუსეთს ურთხამდე. ამისთვის საჭიროა ისეთი კვერცხები, რომლებიც კაცებს აცებს აქვთ. აი სწორედ ამიტომ აშენებს ზელენსკი ახლა თავის კამპანიას დასავლური სტილით. ტრამპის ბანაკის სიმპათიების მოპოვება. ეს არის შეგნებული სტრატეგია. ხოდ დაითვალისწინოთ, რომ საუბარია არა პირადად დონალდ ტრამპის მოხიბლაზე, არამედ მისი გარემოთვის მოხიბლაზე, რომელიც შემდეგ თავად ჩასჩურჩულებს ტრამპს საჭირო ნარატივებს. რუსები სხვათა შორის იგივე ცდილობდნენ კირილ დმიტრიევის მეშვეობით. გახსოვთ ეგ კაცი? ის მილიარდობით დოლარის იდეებს ჩამოჰქონდა. ამბობდა, როგორ ითამშრომლებდნენ, რამდენს გამოიმუშავებდა ტრამპი ამით, როგორ დაასაჩუქრებდნენ მას რუსები ოქროთი, მაგრამ რუსებს არ გამოუვიდეთ. იცით, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის ფონზე მიამიტობა იქნებოდა გვეგონა, რომ მთელი ტრამპის ბანაკი ერთიანად შეიყვარებდა უკრაინას. სამწუხაროდ მაგა მოძრაობაში მძაფრი ბრძოლა მიმდინარეობს. დაიდრეს გამოცემა პოლიტიკო იუცხება, რომ ათეულობით გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებულისა და ამერიკა უპირველეს ყოვლისას მხარდამჭერი და ტრამპის მოკავშირე კაპიტოლიუმის ბორცვზე არ იზიარებს ლორა ლუმერის ამ კვეთრ შემოტრიალებას. განსაკუთრებით სკეპტიკურად არიან განწყობილი რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში, რომლებიც საერთოდაც მანამდეც ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის დახმარებას. მათი არგუმენტები მკაცრია, მათ შორის ლორა ლუმერის მოსყიდვაში ბრალდებებიც კი ისმის. ეს უკრაინელები უხდიან მას ფულს, რომ ესეთი რიტორიკა გაავრცელოს. თითქოს ადრე რუსები უხდიდნენ, ეხლა კი უკრაინელები და ის უცებ შეიცვალა. ზოგიერთი მაგასთან დაკავშირებული რესპუბლიკელი პირდაპირ აცხადებს, რომ ლუმერი შესაძლოა ფინანსდება უკრაინის მიმართ ახალი პოზიციის პოპულარიზაციისთვის. მათი თქმით, არც ერთ რესპუბლიკელს რეალურად არ შეუძლია დამოკიდებულება კიევის მიმართ. აი მაგალითად, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა თიმ ბერჩეტმა განაცხადა: მე არ შემიძლია ვილაპარაკო მაგას სახელით, მაგრამ მე არ მისუარ იქამდე, რომ უკრაინას დაუჭირო მხარი. ერთ-ერთმა პოლიტიკოს ერთ-ერთმა რესპონდენტმა კი საკმაოდ შემაშფოთებლად გამოხატა თავისი აზრი, როდესაც უცხოური ინტერესების გავლენაზე საუბრობდა მემარჯვენე მედიაზე, ანუ იმავე, რომლებიც დონალდ ტრამპს უჭერენ მხარს. ციტატა: უცხოური მთავრობა და უცხოური ინტერესებთან დაკავშირებული სტრუქტურები შეიჭრნენ ამერიკის მემარჯვენე მედია გარემოში. ეს სივრცე სრულად გამოვიდა კონტროლიდან. გახსენებთ, მემარჯვენე მოძრაობა მოიცავს Fox News-საც. ანუ თვითონ მაგას შიგნითაც პარანოია იმაზე, თუ ვინ და ვისი ფულით ცვლის პოზიციას. კითხვაზე თუ ვინ დააფინანსა მისი მოგზაურობა უკრაინაში, თავად ლუმერმა განაცხადა, რომ ამ მოგზაურობის ხარჯები უკრაინის მთავრობას არ დაუფაროს. ასე რომ სურათი ობიექტურია და ის ასე ჟღერს.
შემოbrუნება რეალურია, ის მიაღწია უმაღლეს დონეს, მაგრამ შიგნით ყოფი წინააღმდეგობა ძალიან დიდია და საქმე ბოლომდე დასრულებულად ვერ ჩაითვლება. აქ მაინც უნდა ვიყოთ ობიექტურები. და აქ მნიშვნელოვანია ვახსენოთ მეორე სიუჟეტი, იმის შესახებ თუ როგორ აკალიბებენ აშშ-ს წარმომადგენლები თავიანთ საჯარო პოზიციას ომთან დაკავშირებით, სწორედ ახლა. და სხვათაშორის ეს კიდევ ერთი მომენტია ცვლილებასთან დაკავშირებით. გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დენ მინერმა ნეგრიამ მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას განაახლონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ გრძელვადიან მოგვარებას. 18-დან 19 ივლისის პერიოდში რუსეთის ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო აპარატებით განხორციელებულმა დარტყმებმა გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათეულობით ადამიანი დაჭრა. ამ რაკეტებიდან ერთმა შავი ზღვის სამოქალაქო მარცვლეულის გემი დააზიანა, რის შედეგადაც ინდოეთისა და სირიის 10 ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. ამ მსხვერპლთა და უამრავი სხვა სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ რუსეთი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და ამ ომის დასრულებაზე დათანხმდებოდა. როგორც უკვე ვთქვით, ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ. მეტისმეტად ბევრი სისხლი დაიღვარა. მსოფლიო ამ ომის გამო მაღალ ფასს იხდის, ეს უნდა დასრულდეს. შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ, ასევე რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს კეთილსინდისიერად შეთანხმდნენ ამ კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებაზე. და მიაქციეთ ყურადღება, რომ ნეგრიამ პირდაპირ აღნიშნა, რომ მრავალი მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ რუსეთი ტრამპის მოწოდებას კონფლიქტის დასრულების შესახებ გამოეხმაურებოდა. ანუ ომის გაგრძელების პასუხისგებლობა მან სწორედ მოსკოვს დააკისრა. მაგრამ იმისათვის, რომ მოსკოვი მშვიდობისკენ ვაიძულოთ, მასზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს. და აი აქ ისევ პრობლემები გვაქვს. საუბარია ლინცი გრემის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციებს მოსკოვისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ. და მთავარი, ბაჟები 100%-მდე 5 ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიც ყველაზე მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობენ. ზელენსკი დღეს სხვათაშორის სენატში კიდევ ერთხელ შეეცდება დაარწმუნოს სენატორები, რომ საბოლოოდ მიიღონ ეს დიდი ხანია გაჭედილი კანონი. მაგრამ აქ პარადოქსია. The Telegraph-ის მონაცემები უკრაინის მხარდაჭერას ახლა საფრთხეს არ უქმნიან რესპუბლიკელები, არამედ დემოკრატები. ორ პარტიის მხარდაჭერის მიუხედავად, დემოკრატები ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან. აი რატო? ჩანდა, რომ მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ შემოღებული სავაჭრო ტარიფები, ლინცი გრეჰემის კანონპროექტი მოულოდნელად აღმოჩნდა ლეგალური გზა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ისევ მიეცეს უფლებამოსილება იმავე ტარიფებზე. დემოკრატებს ეშინიათ, რომ ტრამპ ამ უფლებამოსილებებს რომ მიიღებს, ბოროტად გამოიხენებს, როგორც ადრე უკვე გააკეთა. რესპუბლიკელები კი საპასუხოდ დემოკრატებს პოლიტიკანობაში ადანაშაულებენ. მათ თქმით, ტრამპთან მათი დაპირისპირება შეიძლება ხელს უშლიდეს გაძლიერებას. და აქ ჩნდება ჩიხური სიტუაცია. კანონი, რომელიც უნდა იყოს მიმართული გაიჭედა ამერიკის შიდა დაპირისპირების გამო, რომელიც ტრამპის ტარიფებთან დაკავშირებულ ბულუფლებამოსილებებს ეხება და ლინცი გრემის სიკვდილმა ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა. რადგან ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ხმათაგან, ვინც მაინც უბიძგებდა დონალდ ტრამპს უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადმისკენ რუსეთის წინააღმდეგ. ეხლა ეს ხმა აღარ არსებობს. და სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ მიგვეღო მხარდაჭერა მაგა მოძრაობისგან, რომელიც ასევე აქტიურად მოქმედებს დონალდ ტრამპს. შედეგი. ზელენსკი ვაშინგტონშია, ტრამპთან ურთიერთობები ყველა დროის პიკზე, ასე წერენ ამერიკული მედია საშუალებები. სხვათა შორის კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა დღეს კიდევ ერთხელ დაიჩიულა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი ჯერ კიდევ აცკი დაგეგმილა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 3 კვირის წინ თქვა, რომ ეს ზარი შედგებოდა, ტრამპი უკრაინისკენ ამდენიმე მიზეზის გამო მიტრიალდა ერთდროულად. მან ზელენსკიში გამარჯვებული დაინახა. ზელენსკის მიერ რუსეთისთვის მიყელებული წარმატებული დარტყმების გამო. ის დაინტერესდა უკრაინული დრონებით ირანთან ომის ფონზე. მან უკრაინული პოზიცია მოისმინა მოკრივე ალექსანდრ უსიკისგან და დაინახა, როგორ გადაუხვიეს მისმა მხარდამჭერებმა ლორა ლუმერიდან დაწყებული ნაწილობრივ JJD ვენსამდე. რით შეუძლია მაგას მოძრაობას რეალურად დაეხმაროს უკრაინას? თუ ჩვენ შევძლებთ რეალურად, თუნდაც ყველას არა, მაგრამ მაინც რომელიმე ნაწილის ჩვენს მხარეს გადმობირებას. პასუხი პირდაპირია. ხმებით კონგრესში. სწორედ რესპუბლიკელი სკეპტიკოსები მაგა მოძრაობიდან წლებია ბლოკავენ დახმარებას უკრაინისთვის და სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ მათგან თუნდაც ნაწილი შეიცვლის პოზიციას განწყობების შესაბამისად,
როგორც ეს უკვე მოხდა ლორა ლუმერთან, უკრაინას ეძლევა შანსი გაატაროს სანქციების შესახებ ლინცი გრემის კანონით და პატრიოტის წარმოების ლიცენზიებიც და სამხედრო დახმარების გაგრძელებაც. აი რატომ მუშაობს კიევი ასე მეთოდურად ამ აუდიტორიასთან? ბლოგერები თუ საჭიროა კრივის საღამო, თუ საჭიროა ინტერვიუ კონკრეტულად მაგას აუდიტორიისთვის. ეს ყველაფერი საბოლოოდ გარდაიქმნება კონგრესსა და თეთრი სახლის რეალურ გადაწყვეტილებებში. მაგრამ უნდა გვახსოვდეს გულწრფელად, რომ მაგალითად თვითონ დონალდ ტრამპიც კი ჯერჯერობით განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს რუსეთისა და ირანის თანამშრომლობის არგუმენტს. რომითაც კიევი ცდილობს სკეპტიკოსების დარწმუნებას. ლინცი გრემის გარდაცვალებამ უკრაინამ მთავარი ლობისტის გარეშე დატოვა. ამიტომ მთავარი არგუმენტი უცვლელი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩება. სიტუაცია ბრძოლის ველზე. ის უნდა გავხადოთ მაქსიმალურად რთული რუსებისთვის. უკრაინის დათქმებმა რუსეთზე უკვე არაერთხელ დააყენა მოსკოვი არახელსაყრელ მდგომარეობაში. და სწორედ ეს პლუს მაგა ბლოგერების პოზიცია ყველაზე მეტად შთაბეჭდილებას ახდენს დონალდ ტრამპს. ზოგადად ამ საკითხში ვფიქრობ და აქ უნდა გავაგრძელოთ დართვა. აქ სამწერტილს დავშომ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. აუცილებლად გამოიწერეთ YouTube არხი. როგორც კი იქნება ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკების შეკებების შედეგები და რაც მთავარია ზელენსკის გამოსვლა კონგრესში. ჩვენ მაშინვე დავჯდებით და თქვენთან ერთად ამ YouTube არხზე ყველაფერს განვიხილავთ. ამიტომ გამოიწერეთ, დაალაიქეთ, დააჭირეთ ძარს და დაწერეთ თქვენი კომენტარები. თუ გსურთ დამოუკიდებელი YouTube არხის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით, ამ ვიდეოს აღწერაში მითითებული ბულებითა და რეკვიზიტებით. მადლიერი ვიქნებით თქვენი მხარდაჭერისთვის. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.